ქართული ნეკორიო კარატეს მებრძოლი ალექსანდრე კოხრიძე ორწელიწად ნახევარია რაც ჩვენთან გაწევრიანდა. იმის მიუხედავად რომ კარატესთვის ორწელიწად ნახევარი ძალიან მცირე ვადა არის, მან თავისი თავდადებით ზოგიერთ შემთხვევაში სავარჯიშო თავგანწირვითაც დაიმსახურა ის რომ დღის მდგომარეობით წარმოადგენს დღევანდელი ქართული კარატეს მოწინავე კოხორტის ესეულ წევრს. მე მახსენდება ამ 2 წელიწადის წინ მისი მოსვლა ჩვენთან დარბაზში. მე მახსენდება ის სიგარეტის სურნელით ბჭყალებში გასგონთელი ახალგაზრდა, რომელიც მელაპარაკებოდა და დაჟინებით მთხოვრო რომ მიმეღო. გამოდიოდა იქიდან რომ ნეკორიო კარატეში ვარჯიში ეს არის უმძიმესი, პრინციპში ყველაზე მძიმე სისტემით ვარჯიშობთ ჩვენ საქართველოში არსებულ ოთაბრძოლათა სფეროში. ნამდვილად ამ მქონდა იმედი რომ ეს ადამიანი დაიწყებდა ჩვენთან ღირსეულად გააგრძელებდა ვარჯიშს. მოხდა ისე რომ ამ დაჟინო თავისი გაიტანა და დაიწყო მან მომწვიან ასეთ უმძიმესი ცხოვრება. ალექსანდრე არის საკმაოდ მონდომებული სპორტსმენი, მე დარწმუნებული ვარ მის წარმატებაში და რასაც უყურებ, მთელი თავდადებით, მთელი გულით, მთელი შემართებით ვარჯიშობს და მინდა რომ წარმატება უსურო თავის სპორტში, პირად ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს და ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ ასახელებს კიდევ. და მიხეილ ციკლარული. და საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია. სოლო არის ძალიან ძლიერი სპორტსმენი, ძალიან ცოტა ხანია ის რაც ვარჯიშობს იმისთვის რომ იყო წარმატებული, მაგრამ არის ძალიან კარგი ხელში და ვფიქრობ რომ მალე მიაღწევს წარმატებებს. ეს გარანტირებული აქვს, იმიტომ რომ არის ნამდვილად ძალიან კარგი და ძლიერ ხელში. წარმატებებს ვუსურვებ მას და მის მწვრთნელს კახა მარკოზაშვილს. ადრეული ასაკიდან მოყოლებული წლების განმავლობაში ჭალებში მეგობრობდი სიგარეტთან, ალკოჰოლთან და გრძელდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ გათენდა დღე, როდესაც მივხვდი რომ ასეთი ცხოვრების წესი ცხოვრება საშინელება იყო, რადიკალურად უნდა შემეცვალა ჩემი ცხოვრების წესი და მიმემართა ვაჟკაცური და ღირსეული სისტემისათვის. ამისათვის ძალიან ბევრი ვიარე თბილისში, რომ მეპოვა ის სისტემა, რაც მე მჭირდებოდა და რაც მე შემცვლა კარდინალურად, ასევე ჩემი ცხოვრების წესს. მათ შორის ვიყავი კიოკუშინ კარატეს სექციაში, მაგრამ ეს ის არ იყო, რაც მიმჭირდებოდა. ღმერთის წყალობით მივედი 55 სკოლის დარბაზში, დავისწარი ნეკორიო კარატეს ვარჯიშს და ცხადად დავინახე, რომ ეს არის უნიკალური სისტემა, რომელიც ზუსტად ის იყო, რასაც მე ვეძებდი. ძალიან, ასე ვთქვათ, ბევრი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მივეღეთ ამ
ესე იგი სისტემაში, იმიტომ რომ ნეკორიუ კარატეს სისტემაში მოხვედრა ძალიან რთული არის, მაგრამ ღმერთის წყალობით ჩემმა მასწავლებელმა, ჩემმა სენსეიმ, კახაბერ მარკოზაშვილმა მიმიღო, გამხადა თავისი ამ დიდი და ძლიერი ოჯახის წევრი და შედეგი სახეზეა. ადრეულ ასაკში უმძიმესი მაცნაფეხის ტრავმის გამო ჩემთვის ფაქტურად შეუძლებელი იყო არათუ სპორტული მიღწევაზე ფიქრე, არამედ ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრება, იმიტომ რომ მე ექიმისგან, ასე ვთქვათ, ბევრი სიარულიც კი აკრძალული მქონდა და ჩემთვის ბევრი დატვირთვად მიიჩნეოდა, ბევრი მოძრაობაც კი. მაგრამ ღმერთის წყალობით სულ რაღაც ორი წლის ვარჯიშის შემდეგ შეუძლია ის, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე აბსოლუტურ წონით კატეგორიაში დავიკავე საპრიზო მესამე ადგილი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ კიოკუშინ კარატეს უძლიერესი მებრძოლები. ალექსანდრე კოხეიძემ დაარღვია ის მითი, რაც არსებობს მსოფლიო კარატეში, რომ შენ თუ გინდა რომ რაღაცა გამოგივიდეს კარატეში, აუცილებლად ბავშვობიდან უნდა ივარჯიშო. ადამიანმა 22 წლის იყო ჩვენთან რომ დაიწყო ვარჯიში, მხოლოდ მანამდე საერთოდ არ ქონდა არანაირი სავარჯიშო პრაქტიკა, არათუ კარატეში საერთოდ. იმ ცირესი პერიოდის განმავლობაში მოხდა ის, რომ მას საბრძოლო ენით რო თქვა, ორსაბრძოლო ენით რო თქვა, დანგრეული ყავს ისეთი ტიტულოვანი კარატისტები, რომელი ტიტულოვანი კარატისტებსაც მთელ მსოფლიო პატივის სცემს რა. ამის ვიდეო კადრებით არსებობს და კონკრეტული შემთხვევებში ეს მოხდა ისეთ მაღალ რეიტინგულ სპორტულ